როგორ ვაწარმოოთ მომავალი დრო ინგლისურში, რამდენი ტიპის მომავალი არსებობს და სხვადასხვა განსხვავებული ტიპის მომავალს რა გრამატიკული კატეგორიები აწარმოებთ. შევდექით საქმეს მომავალი დრო, future. მომავალი არსებობს რამდენიმე. არ არის მხოლოდ ერთი ტიპის მომავალი, ხვალ გავაკეთებ რაღაცას ან ხვალ წავალსადმი. გრამატიკული კატეგორიები, რომელიც მომავალს აწარმოებს ინგლისურში, შეიძლება იყოს განსხვავებული. რა დროები გჭირდება, ან რა გარეგნული ფორმები გჭირდება მომავლის საწარმოებლად. პირველი, present simple. We use the present simple tense. ვიყენებთ აწმყო დროს for the kind of future which is determined განსაზღვრული by the timetables. Okay? ცხრილით, განრიგით განსაზღვრულ მომავალს ვაწარმოებთ present simple tense. ეს არის ძირითადად მატარებლების თვითმფრინავების განრიგი, ან ისეთი ტიპის მომავალი, რომლის შეცვლა ჩვენზე სუბიექტზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს არის დადგენილ, განსაზღვრული ცხრილის ან განრიგის მიხედვით. For example, my plane or my train arrives at 7:30 tomorrow. ხვალ ჩემი მატარებელი შემოდის, ან მოდის, ბრუნდება რის ნახევარზე. My train arrives at 7:30. Arrives, present simple tense. Okay. Present continuous for the future. We use the present continuous for the kind of future which is personal plans and arrangement. ჩემი პირადი გეგმები, ის რომლის შესრულება, ნაშესრულება, შეცვლა ჩვენზეა დამოკიდებული, არის present continuous. ქართულშიც ხშირად ვამბობთ ხოლმე ასე. ხვალ მეგობრებს ვხვდები, ხვალ მეგობას შევხვდები კი არა. ხვალ მეგობრებს ვხვდები. I am seeing my friends tomorrow. ხვალ ფეხბურთს თამაშობ. I am playing football tomorrow. Okay, so აწმყო დროები მომავლისთვის. Present tenses for the future. Timetables and scheduled future and personal plans and arrangements. Be going to. Აი ეს გრამატიკა, ეს ფრაზა კონკრეტულად ორი ტიპის მომავლისთვის გვჭირდება. პირველი, ეს არის intentions, განზრახვები და მეორე predictions. წინასწარმეტყველება. გარკვეული ტიპის წინასწარმეტყველება, ამასაც ვისაუბრებთ. So be going to intention. Intention ეს არის განზრახვა, აი განზრახული მაქვს, ვაპირებ. I'm going to play football tomorrow or I am going to meet my friends tomorrow. So მაშინ რა განსხვავებაა present continuous. I'm meeting my friends. The be going to I'm going to meet my friends choice. რომელი უფრო სარწმუნოა? Რა თქმა უნდა, present continuous. I am meeting my friends tomorrow. It's more probable. There are more chances for that. Almost everything is settled. გადაწყვეტილი ამბავია, ვხვდები მეგობრებს ხვალ. As for be going to, ვაპირებ შევხვდე მეგობრებს, ვაპირებ თუ კარგი ამინდი იქნება. Okay, ანუ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. It is just intention, განზრახვა. As for the second meaning of the word be going to, it is prediction. But what kind of prediction? When we have the evidence. როცა გვაქვს საბუთი, ერთგვარი სამხილი, რომ რაღაცა ნამდვილად ხდება. He's missed so many lessons. He's gonna fail the test. აი იმდენი გაკვეთილი გააცდინა ნამდვილად, აპირებს ჩაიჭრას კი არა, ნამდვილად ჩაიჭრება. ქართულად შეათვალოთ უეჭველად ჩაიჭრება. Okay? So we have the evidence. გააცდინა ბევრი გაკვეთილი. გადავიდეთ will-ზე. I will არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატეგორია მომავლის, როდის ვიყენებთ wills. Will we use for predictions when we do not have any evidence. როცა არ გვაქვს სამხილი ან დამამტკიცებელი საბუთი, რომ რაღაც მოხდება. ძალიან ხშირად ვინაიდან არ ვიცით როგორი ამინდი იქნება, ძალიან ხშირად ამინდის პროგნოზს will-ით ვამბობთ ხოლმე. Okay? For example, I think it will rain later or I think he will be late. მე მგონი დაიგვიანებს. We use will when we ask for the service. როდესაც ვიღაცისგან მომსახურებას მოვითხოვთ ან ვითხოვთ, ძალიან ხშირად ვიყენებთ wills. For example, will you make coffee for me? სხვა ვერ გამიკეთებ. სხვა ბევრი სიტყვაც არის, რომელიც შეიძლება იგივე კონტექსტში გამოვიყენოთ, მაგრამ ერთ-ერთი არის will. მოდი კონცენტრაციას ჯერჯერობით will-ზე გავაკეთებ. Will you do it for me? გაკეთებ ამას ჩემთვის. Okay? We also use will for making promises. ჩვენ ვიყენებთ will-ს, როცა ვინმეს რამეს ვპირდებით. I will help you with your homework. I promise.
პირდები საშინაო დავალებას გაგაკეთებინებ or მოგეხმარები საშინაო დავალების გაკეთებაში. So, will for promises. We also use the word will for making a choice. We usually make a choice using the word will. When does it happen? და როდის ხდება ეს making a choice? ძირითადად მაღაზიებში I will have this in size M. When we're in the restaurant and we make a choice from the menu, I will have soup for a starter. So, will ასევე ვიყენებთ ეგრეთ წოდებული pure future წმინდა სუფთა მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად მოხდება, როგორც ზოგადი ჭეშმარიტება, ამას გვერდს ვერ აუვლით, აუცილებლად მოხდება. ხო, ესეც როგორც კალენდრით გაწერილი მომავალია, ესეც ცოტა უფრო ასტრონომიული. აი მაგალითად, ქართულში გვაქვს არაჩვეულებრივი ფრაზა ესეთი, წელს აღდგომა რა რიცხვში უწევს, okay, აი ეს არის ზუსტად. Easter will be in April this year or he will be 7 next year. მომავალ წელს 7 წელი უსრულდება. აი ესეთი pure future სუფთა წმინდა მომავალი, ერთგვარი კალენდრით or ასტრონომიული მომავალი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით, არის სწორედაც will. ამიტომაც ესეთი pure წმინდა მომავალი. One more type is on-the-spot decisions. ეს არის საუბრის მომენტში მიღებული გადაწყვეტილება, დაუგეგმავი მომავალი, this is unplanned future. მაგალითად, it's raining outside, maybe I will stay at your place. ძალიან წვიმს გარეთ, ალბათ შენთან დარჩები, ალბათ არცდაც არ წავალ. უცებ მივიღეთ გადაწყვეტილება. Or do you know that he's had an accident? იცი რომ რაღაც შემთხვევა, რაღაც მოყვა. Really, I didn't know. I will go and visit him. კიდევ ერთი ტიპი მომავალი, რომელიც იწარმოება will ის მეშვეობით, ეს არის when we offer our service. როცა ვთავაზობთ იმას მომსახურებას, მაგალითად, your bag is very heavy. I will carry that for you. მოდი მე წამოვიღებ შენს ჩანთას, okay? I will carry that for you. ძალიან ხშირად გსმენიათ ალბათ, რომ მომავალს აწარმოებს ასევე shall. რაც შეეხება shells, ორი სიტუაცია ახსენდება სულ პრაქტიკაში, როცა შეიძლება სასაუბრო ინგლისურში გამოვიყენოთ shall, ეს არის shall I და shall we. Shall I-ს ვიყენებთ, როდესაც მოვველით ვიღაცისგან ინსტრუქციას. გადავშალო წიგნი, shall I open the book, or წავიკითხო, shall I read, ვიყიდო თუ რა ვქნა, shall I buy it or shall I wait, თუ მოვიცადო. და მეორე shall we, when we make a suggestion, ეს არის როცა შემოვდივართ შეთავაზებით, აი იდეით შემოვდივართ. Shall we go to the cinema? წავიდეთ კინოში. როგორც დაახლოებით, we may as well go to the cinema. კინოში წასვლაც შეგვიძლია. Or shall we stay at home and read something? სახლში დავრჩეთ და წავიკითხოთ რამე. Shall we eat out or shall we stay at home? გარეთ ჭამოთ, სადმე გავიდეთ თუ სახლში დავრჩეთ. Okay? თუ გაინტერესებთ მომავალ დროზე მეტი ინფორმაცია, მეტი დეტალები, ან სავარჯიშოები დაგვიწერეთ კომენტარებში. მომავალი or future და ჩვენ გამოგიგზავნეთ დამატებით რესურსებს.